გინდა რომ იყო ნორმალური მთავრობა, ხელისუფლება, უნდა მუდმივად იყო ხალხთან კონტაქტში. და არის ერთი მიზეზი, უფრო სპეციფიური, რომლის გამოც ჩამოვედი, იცით რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო დეპუტატობის კანდიდატების წარდგენები, მაჟორიტარების და მათ შორის მე მოხარული ვარ რომ გორში წარვადგენთ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატს. ეს არის გიორგი ტატიშვილი, რომელსაც ყველა იცნობთ, რომელიც იყო გორის მაჟორიტარიც, შემდეგ იყო რეგიონის გუბერნატორიც, იყო ჩვენი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეც, ანუ ყველანაირად წარმოადგენდა გორს თბილისში და თბილისის გორში, ასე რომ ეს ის ადამიანია ნამდვილად, რომელმაც აქაური პრობლემებიც ძალიან კარგად იცის და ისიც იცის რა უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ თავარი რასაც ჩვენ ვეუბნებით ყველა ჩვენ მაჟორიტარს და ჩვენ არავის არ ვასახელებთ რაღაც ძველი დამსახურების გამო, არავის არ ვასახელებთ იმის გამო, რომ ვიღაცა ვიღაცის მეგობარია, არავის არ ვასახელებთ თუნდაც იმის გამო, რომ პარტიის ადგილობრივი ლიდერია, თავმჯდომარეა. ერთადერთიდან თავარი ის გამოც ჩვენ ვასახელებთ ჩვენი დეპუტატობის კანდიდატებს. არის ის, რომ მიხედოს მის რაიონს და შეიტანოს მეტი განვითარება და მეტი სიკეთე მის რაიონში. აი ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რითაც ჩვენ ვასახელებთ ყველა ჩვენ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს. და ამისთვის საჭიროა რომ ადამიანი იცნობდეს საკუთარ რაიონს, იცოდეს რა პრობლემებია, რა არის გასაკეთებელი, რა ჭირდება, რა აწუხებს ხალხს და თანდათანობით ეს პრობლემები ერთად გადავჭრათ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ გიორგი ის ადამიანია, რომელსაც ნამდვილად იცის აქაურობის პრობლემებიც, უყვარს აქაურობა, აქედან არის და ნამდვილად მონდომებული იქნება, რომ მეტი კეთილდღეობა შემოიტანოს რაიონში. იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეს, რომ ყველაფერი რაც ქვეყანაში ხდება კარგი, შევიდეს ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, ყველა ქუჩაზე, ყველა ოჯახში და არ იყოს წყვეტა, რომ აი ტელევიზორს რო ჩართავს, სადღაც რაღაცა კეთდება, სადღაც რაღაცა შენდება და ამ დროს შენ ქალაქში, შენ ქუჩაზე არაფერი არ არის. აი ეს წყვეტა არ უნდა იყოს ქვეყანაში და ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ უნდა შევიტანოთ ყველგან განვითარება.